მთავრობამ უცხოელების დასაქმების წესები დააზუსტა ცვლილებების თანახმად, თუ დამსაქმებელი კალენდარული წლის განმავლობაში გეგმავს 5-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებას, მან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან წლიური კვოტა წინასწარ უნდა შეათანხმოს. ასევე დამსაქმებლებისთვის უფრო დეტალურად განისაზღვრა ბრუნვის მოთხოვნები. კიდევ რაც ცვლილებები ამოქმედდა საქართველოს შრომის ბაზარზე და როგორ აფასებს ბიზნეს სექტორი მთავრობის დადგენილებას, მარი მელიქიშვილი გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მარი, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა თათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მთავრობის დადგენილებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი განახლდა. ცვლილებების მიზანია შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ნორმების პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელება. განახლებული წესი რამდენიმე სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის რეგულირებას, უცხოელი მოქალაქეების დასაქმების ახალი პროცედურების განსაზღვრას, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისა და უარეს თქმის საფუძვლების დაზუსტებას. განახლებულია ასევე დამსაქმებლისა და თვით დასაქმებული უცხოელებისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია. ცვლილებებით დაზუსტდა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩამონათვალიც, რომლებზეც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება აღარ გავრცელდება. ცვლილებებით ასევე პირველად განისაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის პროცედურაც, რომლის განხორციელებაც არა უმეტეს 4 თვის ვადით იქნება შესაძლებელი. ცვლილებები შევიდა კომპანიების მხრიდან დასაქმებულისთვის შრომითი უფლების მოპოვების წესშიც, თუ დამსაქმებელი უпростоრედ კალენდარული წლის განმავლობაში გეგმავს 5-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებას, მას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსთან წლიური კვოტის შეთანხმება მოუწევს. კვოტირების განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნება კომპანიის წლიური ბრუნვაც, რომელიც თითოეულ უცხოელ თანამშრომელზე მინიმუმ 50,000 ლარს უნდა შეადგენდეს. საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებისთვის ეს ზღვარი 35,000 ლარია. ამასთან შენარჩუნდა შეღავათი ახლად დაფუძნებული კომპანიებისთვის, თუ კომპანიის რეგისტრაციიდან არაუმეტეს 3 თვეა გასული და მას არ ყავს 3-ზე მეტი უცხოელი დასაქმებული, ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აღარ მოეთხოვება. დასაქმება პირდაპირ გადაბმულია აქტიური დასაქმების პოლიტიკა, პირდაპირ გადაბმულია საიმიგრაციო პოლიტიკასთან. უნდა გვესმოდეს და მყარად დავიმახსოვროთ, საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა საქართველოს მოქალაქის დასაქმების უფლების უზრუნველყოფა, შრომის უფლების უზრუნველყოფა. ამისთვის ჩვენ შიდა ბაზარი უნდა დავიცვათ, უზრუნველყოფთ გამჭირვალე საიმიგრაციო წესები. ერთ რაღაცასაც აღნიშნავ, არამს და არამს საქართველოს მთავრობა არ ქმნის ბარიერებს უცხოელთა დასაქმების გზაზე საქართველოში, მაგრამ რა თქმა უნდა იქნება გარკვეულწილად გამკაცრებული მიდგომები ამ თვალსაზრისით. ცვლილებების ძირითადი მიზანი იყო შრომითი მიგრაციის მიმართულებით არსებული ნორმების კიდევ უფრო დახვეწა, გარკვეულწილად დამსაქმებლის საჭიროებებთან და გამოწვევებთან პასუხის გაცემის კუთხითაც და რა თქმა უნდა თვითონ უკვე შრომითი მიგრაციის აღსრულების კუთხითაც გარკვეული კიდევ უფრო ქმედითი ნორმების დანერგვა. აღნიშნული ცვლილებებით, რაც შემოვიდა სიახლე, აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას, რომ დამსაქმებლებს, რომლებიც საკუთარ კომპანიაში წლის განმავლობაში აპირებენ დაასაქმონ 5 უცხოელზე მეტი, გაუჩნდათ ვალდებულება, რომ შეათანხმონ ინდივიდუალურად ეგრეთ წოდებულ შრომით ნებართვებზე მომართვამდე, შეათანხმონ წლიური კვოტა. აღნიშნული კვოტის საფუძველი იქნება აუცილებლად ბრუნვა, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ იგი ვალდებულია თითოეულ იმ უცხოელზე, იმდენ უცხოელზე, რამდენი უცხოელის დასაქმებაც სურს საკუთარ კომპანიაში, კონდეს მინიმუმ 50,000 ლარიანი ბრუნვა. ბიზნესი ძალიან დინამიურია და წინასწარ არსებული კვოტები, რაც არ უნდა შევათანხმოთ, მისი დაცვა შეიძლება მოთხოვიდან გამომდინარე იყოს შეუძლებელი, მათ შორის თუნდაც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეების სხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიებს შეიძლება დაუდგეთ საკითხი ახალ პროექტში შესვლის და იქ უკვე წინა წელს დამტკიცებული კვოტები, წინა წლის ბოლოს დამტკიცებული კვოტები არარელევანტური იყოს. ამიტომ ეს ჩვენი დიალოგი არის ცოცხალი, ასე ვთქვათ, და დინამიური იმ გაგებით, რომ თუ კი რაიმე ესეთ ტიპის გამოწვევებს ხედავთ, ყველაფერი უთხრათ სამინისტროს წარმომადგენლებს და შესაბამისად ერთად ვიფიქროთ, როგორ მოახდინოთ სწორი გააზრება კონკრეტული ნორმის და პრაქტიკაში მისი სწორი დანერგვა.
გეტყვით იმასაც, რომ ცვლილებები შეეხო თვით დასაქმებულ უცხოელებსაც, თუ მათი საქმიანობა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან ან მეწარმე ფიზიკურ პირთან არის დაკავშირებული, მათთვისაც მოქმედებს ანალოგიური ბრუნვის მოთხოვნა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ან მეწარმე ფიზიკური პირი არაუმეტეს 3 თვის წინ არის რეგისტრირებული, ბრუნვის შესახებ დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ იქნება. უნდა ითქვას ისიც, რომ ცვლილებები არ შეხებია უკვე არსებულ წესს, რომლის მიხედვითაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი დასაქმება აეკრძალათ. თავიდან რაც ამოქმედდა, ვფიქრობთ, რომ იყო ძალიან მკაცრი სტანდარტები და ნორმები, არაპროპორციული იმ მიზნის, რაც იდეაში სტანდარტებს ჰქონდა, რომ ბაზრის დაცვა, უსაფრთხოება და ამ შემდეგ, იმიტომ რომ იმდენად ხელს უშლიდა ოპერაციების ნაწილში ბიზნესებს, რომ გარკვეულწილად შექმნა პრობლემები, მათ შორის საუბარი იყო ისეთ ბიზნესებზე, რომლებიც სრულად უცხოეთს ემსახურებიან, მათ შორის დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებზე, როცა არის საუბარი და მათ შორის მოკლევადიანი, ასე ვთქვათ, ვიზიტებზე, როცა არის საუბარი და ამ შემდეგ. ეს თემები მეტნაკლებად ახალ რეგულაციებში, რაც უკვე ცვლილებები შევიდა, ასეც დღეს საუბრობთ, ასახულია. რამდენიმე თვეა ეს რეგულაციები, ახალი რეგულაციები მოქმედებს. ცხადია ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო და საკმაოდ თქვა სწრაფ რეჟიმში მოუწიათ გადართვა ამ ახალ რეგულაციებზე. იყო შეფერხებები ტექნიკური კუთხითაც, თქვა სააგენტოს მხრიდან მომსახურების მიღებითაც. ბიზნესის მხრიდან მუდმივად იყო გარკვეული ტიპის მოთხოვნები, თქვა ადაპტაციასთან დაკავშირებით, გამარტივებასთან დაკავშირებით პროცესების, იმ ღია, თქვა საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ იყო თავის დროზე ნაფიქრი და თქვა ფორსირებულ რეჟიმში იყო შემოთავაზებული. მთელი ამ დროის განმავლობაში უკვე რამდენიმე პაკეტი შევიდა ცვლილებების რეგულაციებში, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ თქვათ სჭირდებოდა ადაპტაცია თვითონ რეგულაციებსაც და თქვათ ბიზნესსაც. აღსრულება ყოველთვის გარკვეულწილად განსაკუთრებით ბიზნესისთვის შეიძლება მტკივნეულად იქნას აღქმული, თუმცა ჩვენ აქაც გვქონდა გარკვეული შეღავათური მიდგომები გათვალისწინებული. თქვენ იცით, რომ ჩვენ როდესაც 1 მარტისთვის ეს ცვლილებები დავაანონსეთ, იქვე აღვნიშნეთ, რომ კონკრეტულად აღსრულების კომპონენტი უკვე დაიწყებოდა 1 მაისს. შესაბამისად, ჩვენ აი ეს ორთვიანი პერიოდი მივეცით ბიზნესს იმისთვის, რომ გადაწყობილიყვნენ აი ამ ახალ მნიშვნელოვან რეგულაციებთან მიმართებაში. შესაბამისად, ჩვენ აღსრულების კომპონენტი 1 მაისიდან უკვე აქტიურად ჩაუშვით. იცით, რომ აღსრულების კომპონენტში ჩვენ გვეხმარება აქტიურად შრომის ინსპექციის სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შეგახსენებთ, საქართველოში შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უცხოელთა დასაქმება და თვით დასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით ხდება. მარი, მადლობა. შრომის ბაზარზე არსებულ სიახლეებზე მარი მელიქიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.